იყოს მესამე პოზიციაზე. Ასე რომ ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ბურთი თამაში PSV-ს მოთამაშეებმა შეიყვანეს, რომლებიც ალბათ ამ შეხვედრაში არიან უდაოდ ფავორიტები. ძალიან ბევრი მიზეზის ამ პოზიციებზე გასული გუნდები გახდება ცნობილი. შეგვეძლება იმის თქმა, რომ ასე თუ ისე PSV შეტევების განეიტრალებას და ჯონა ფლანგზე გაკეთა ეს გადაცემა დარტყმა და ლომაიამ გადაარჩინა თავისი გუნდი. 8 წუთი გავიდა ამასობაში, საკიფათო იყო ეს ცელობა. სვანიძის გადაცემა გაზელიანი დარტყმა. წოდიოდა კაჩოვის გადაცემა შეიძლება აქ დარტყმა და ვასილ ჩხიტიშვილი თამაში. არის აქ შანსი დარტყმა, გადარტყმა. შესანიშნავი დარტყმა, თუმცა ოპლატაძე აჭარაძე კიდევ ერთხელ რა კარგი გადაცემა აჭარაძის შესრულებით და სვანიძე შეიძლება აქ დარტყმა, ჩხიტიშვილი თამაშობს ძალიან აქ არის შანსი დარტყმა და ლომაია აქ არის შანსი დარტყმა და ლომაია არის 21 ნომერი გიგი ლომაია იცავს 4 ალექსი ტკაჩოვი 5 ნიკოლოზ კოპლატაძე კარგი შანსი და სეუდარს 21 ნომერი გიგი ლომაია იცავს 4 ალექსი ტკაჩოვი 5 ნიკოლოზ კოპლატაძე კარგი შანსი და სეუდარს 21 ნომერი გიგი ლომაია იცავს 4 ალექსი ტკაჩოვი 5 ნიკოლოზ კოპლატაძე კარგი შანსი და სეუდარს თავისი ამ ფავორიტის სტატუსის გამართლებას მარტივ PSV თავისი ამ ფავორიტის სტატუსის გამართლებას მარტივ PSV თავისი ამ ფავორიტის სტატუსის გამართლებას მარტივ სარდანაშვილის დარტყმაც კი წამი სათამაშო ტკაჩოვი კიდევ ერთი მცდელობა და ნიკა გვაზა წამი სათამაშო ტკაჩოვი კიდევ ერთი მცდელობა და ნიკა გვაზა წამი სათამაშო ტკაჩოვი კიდევ ერთი მცდელობა და ნიკა გვაზა და თავად სეუსაც ჰქონდა შანსები და მეორე ტაიმის სტარტზე როდესაც სეუ დაწინაურდა საერთოდ და აქაც კიდევ ერთი მწვავე მომენტი და თავად სეუსაც ჰქონდა შანსები და მეორე ტაიმის სტარტზე როდესაც სეუ დაწინაურდა საერთოდ და აქაც კიდევ ერთი მწვავე მომენტი და თავად სეუსაც ჰქონდა შანსები და მეორე ტაიმის სტარტზე როდესაც სეუ დაწინაურდა საერთოდ და აქაც კიდევ ერთი მწვავე მომენტი გადაცემა და ძალიან კარგი პასი ქუშლით გააკეთა ის პასიც გავიდა მშვენიერი კომბინაცია დარტყმა და 3 გადაცემა და ძალიან კარგი პასი ქუშლით გააკეთა ის პასიც გავიდა მშვენიერი კომბინაცია დარტყმა და 3 გადაცემა და ძალიან კარგი პასი ქუშლით გააკეთა ის პასიც გავიდა მშვენიერი კომბინაცია დარტყმა და 3 გადარჩა აქ